სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალი დღიდან გულითაც სალამს, პატივისცემას და სიყვარულს გიგზავნით. დღეს მეგობრებო, გუნდი შევკრიბე. კვლავ ტყეში წავალთ. იცით, ბოლოს ტყეში ვიყავით, იქ საკმაოდ ბევრი კვალი ვიპოვეთ. მგლის ნადავლი ცხოველები ვიპოვეთ. ეხა უკვე შაკალზე და მელაზე აღარ ვსაუბრობთ. იქ ნანახმა ნიშნებმა იცით, მგლის ან კიდევ უფრო დიდი ცხოველის კვალი გვაჩვენა. ეხა დღეს კიდევ ერთხელ წავალ. დილით იქაურობას ვამოწმებდი, ესკობარი თან წავიყვანე, ინსტაგრამზე სტორი დავდე, იქ ახალი ნაკვალევი ვიპოვე. საკმაოდ დიდი იყო, საღლზე ბევრად დიდი, თქვენს გკითხეთ, ინსტაგრამზე გითხარით, რის ნაკვალევია ეს, ეხლა ვიდეოში ვძვდებ, ნახავთ. მეგობრებო, ეხლა ტყეში მოვედით, ნახეთ, აქ ესეთი ნაკვალევები ვიპოვეთ. საღლისაზე დიდი, უფრო დიდი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს? თქვენი ვარაუდები მაინტერესებს, ეხლა უკვე ნაკვალევის ყვალდაკვალ მივდივართ, ნახავთ რას ვიპოვით. დღეს გუნდს ვცვლი. თავი კარგად უნდა დავიზღვიოთ. ამიტომაც ვქვი, რომ ანატოლიის ნამდვილი ასია მოვიდეს. ასიას წავიყვან, ასია უზარმაზარი ნაგაზი და ძალიან ძლიერი გამძლე ძაღლია, ასიას წავიყვან. სინამდვილეში გვევდით მაამრი ჰექტორიც მინდოდა წამეყვანა, მაგრამ ჰექტორზე ცოტა ვერ ვენდობი ეხლა, რა იცით რა მოხდება. წავა და შეიძლება ასიასთან იჩხუბოს. მასზე ბოლომდე ვერ დავწმუნდი. სკაი მამას წავიყვან. სკაი ხო იცით, ძალიან ამბიციური და ძლიერი ძაღლია. ერთ მხარეს სკაი, მეორე მხარეს კი ასია. სოფლიოს ორ სხვადასხვა კატეგორიაში მოასპარეზე, ყველაზე ძლიერად მიჩნეული ორივე ძაღლს ერთად მოვიყვან. თქვენ როგორ ფიქრობთ? სკაი უფრო ძლიერია თუ ასია? კომენტარებში გელოდებით. ნახეთ წყემსმა რა მითხრა. მან ერთი ადგილი მაჩვენა, სადაც კაცის ცხვრები შეჭამეს და ორნი გაიტაცეს, ასე მომიყვა. მან ის ადგილიც მაჩვენა, სადაც ისინი ბინადრობენ, ანუ შორიდან მაჩვენა. პირდაპირ არ მისულვართ, უბრალოდ მითხრა, რომ ძირითადად ამ მხარეებში დადიანო. ჩვენ ძაღლებსაც აღჭობენ, თავს ესხმიანო, მითხრა. მეც უთხარი, ეხლა მაგარ ძაღლებს ავიყვან და იქ წავალ მეთქი. მან აქამბი აქ მგელიც უნახავს, ვნახოთ, ჩვენ წინაც გამოჩნდება თუ არა, მაინტერესებს. ძირითადად საღამოობით განსაკუთრებით ბევრ ტურს ხედავსო, ასე მომიყვა. მითხრა, აქ საღამოს რომ მოხვიდე, უკეთესი იქნებაო. მე უთხარი, მოდიჯერ დღისით კიდევ ერთხელ წავიდეთ მეთქი. იმიტომ რომ საღამოს წასასვლელად ეხლა ფარანი და ასე შემდეგი დამჭირდება, კარგი ხელის ფარანი უნდა ვიყიდო. მეგობრებო, თორე საღამოს ვიდეო ვერ გამოვა. მაგებზე შეკვეთა გავაკეთე, ველოდები, მე საღამოსაც წავალთ. თქვენგან თხოვნა მაქვს, მანამდე გთხოვთ, არ გამაწბიდოთ. გააკეთეთ ერთი სიკეთე. მხარდაჭერისთვის. თუ ამ ვიდეოს მოიწონეთ, გამოიწერთ არხს და კომენტარსაც დაწეთ, ძალიან გამიხარდება. აბა თუ მზადხართ, ნელ-ნელა წავიდეთ. არა, სკაი. არა, სკაი. აქ მოდი უზუდელად ვიქცევი. მეორედ აღარ დაგინახო, გესმის? აი სკაის კუდი სულ მაღლა აქვს აწეული, პირდაპირ. როცა მას ვუშვებ, თავის თავს ლიდერად მიიჩნევს. მთლიანად აქაურ ლიდერობას იფისებს. ძალიან თავდაჯერებული ძაღლია. ნახოთ, როცა მის წინ ძლიერი ცხოველი გამოჩნდება, იგივე თავდაჯერებულობას შეინარჩუნებს თუ არა სკაი, მეც მაინტერესებს. ეხლა ნელ-ნელა ძაღლები მანქანაში ჩავსვა. გავაგზავნოთ იქიდან, სადაც ტყეში გავჩერდით, მეგობრებო. ეხლა ტყეში მოვედით, ამჯერად ტყის ცოტა უფრო შორეულ ნაწილში ვართ. ასე, აქაურობა თავიდან ბოლომდე აჩვენე. იმ მიმართულებით მოვედი, რაც იმ კაცმა მაჩვენა. აქედან შევალთ, ტერიტორიას დავათვალიერეთ. აქ საკმაოდ შორს ვცელდება. კარგი? ნახოთ, დღეს რას ვიპოვით, მაინტერესებს. იშალა, თუ მგელი, ტურა, მელა, არამე შეგხვდება, შვილებსაც გამოცდით, ხო გაიგეთ? ორ შემთხვევაში ჩვენთვისაც კარგი იქნება. მოდი ჩემო ლომებო, მოდი. იშალა ასია გოგო მოგვისმენს მეგობრებო, მე ცოტა ასიას მეშინი არ წავიდეს თავის გზაზე. მოდის? მოდი ჩემო გოგო, მოდი. ყოჩახ ჩემ ლომებს. ეხლა ნახე მგონი ეგრევე სუნი აიგეს, ნახე სკაი გაიქცა ძმაო. სკაი, იპოვე რამე ბიჭო. ნახე ასიას გადაიგე განსაკუთრებით. ასია რაღაცას პოულობს ძმაო. ნახე ჯიუტად ერთ ადგილას მიდის, ხედავ? აი წყემსის ძაღლი, თავიდანვე მიგვიყვას, ნახე? ნახე გაიქცნე სადღაც. ირბინე. რამე არის, გზისკენ არ წახვიდე, მოდი აქ. გზისკენ არ წახვიდე, მოდი. მანქანა მოდის, ასია მოდის, სკაი მოდი. ქაჩერდი ისინი მოკვებიან. ქაჩერდი ჩვენ წავიდე, გზაზე არ გადახტნე. ირბინე სკაი. სკაი მოდი. მოდი ხოჩაღო, მოდი. გზაზე არ გადახტე. ხილად, მანქანა გადის? ასია თავისით იმ მხარეს წავიდა, მეგობრებო, მოიცადეთ, ნახო, სკაიც ამ მხარეს წავიდა. ველგავიგე ვის უნდა მივყვე.
შვილო, მოდი. სკაი, სათხარ სკაი ბაბა, ჩემოლომო, როგორ გაახარა ტყეში მოსლამ. მოდი პაშა, მოდი. ეხლა მეგობრებო. ნახე, 100 არ ჩან შვილო. 100, მოდი. 100 წავიდა თავის გზაზე. მართლა სადღაც წავიდა, ხედავ? ნახე, გზაზე წასულა, გზაზე. მოდი შვილო, მოდი შვილო, გამომყევი, მოდი. სად წავიდეთ ასე, ქვემოთ წავიდეთ, წი წავიდეთ, თუ იმ მხარეს წავიდეთ? ანუ მოდით ასე, თხის შიგნით წავიდეთ. მოდით მეგობრებო, აქედან წავიდეთ, 100, მოდი. მანქანასთან არიაროთ. აუ, ეს რა არის? ერთი თავი ვიპოვე, ნახე? მოდი მოვედით და ეგრევე ძმაო, ნახე? ბიჭო, ეს საკმაოდ პატარა თავია, ამას წინაჯერზე რაც ვიპოვეთ, იმათთან საერთო არაფერი აქვს, ნახე? თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რა არის, მეგობრებო? მე მგონია, რომ ეს შაქალია, იცოდეთ, მე შაქალივით მომეჩვენა. მართლა ძალიან პატარა, იმიტომ რომ წინაჯერზე რაც ვიპოვეთ, მათი თავის ქალები ორჯერ დიდი იყო ამაზე. ეს უფრო პატარაა, მაგრამ აი ეს შეხვდა აქ. ალბათ ერთი შაქალი მოკვდა, ან მოკლა მგელმა, ან თავისით მოკვდა. არ ვიცი მართლა. კიდევ არის სადმე ძulis ნაჭრები ირგვლივ. ნეტავ კამარი წამომებო, კიდე თუ ვიპოვით თავის ქალებს, შევაგროვებდით. სკაი მამა, მოდი. ძმაო, სკაი და 100 ერთად თითქოს არ გამოვიდა. 100 აიგო და წავიდა. იმედია 100 გამოყვება, მეგობრებო. მართლა ეს ალბათ ან თურა იქნება, ან მელა, ძალიან პატარა, ერთ-ერთი მათგანია. ნახე თავიდანვე რაღაც ვიპოვეთ. ეს ვიპოვეთ, ძმაო. მოდი აქ ბილიკია, წავიდეთ. 100, მოდი შვილო, 100, მანქანის იქვე დადის. გიჟია თუ რა ხდება ამ გოგოსთან? შვილო, მოდი აქ, სანადიროდ მოგიყვანე აქ. ნეტავ საფრთხე ხომ არ დაინახა და იმიტომ ხომ არ შორდება. არა და საფრთხისკენ უნდა მიდიოდეს. რატომ იქცევა ასე უცნაურად? საბედნიეროდ, სკაი ჩვენს გვერდით, 100-აც რო ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. ძმაო, წავიდეთ, ნახოთ, მეგობრებო. ეხლა თხე კარგად დავათვალიეროთ. ყველაფერი შევამოწმოთ ისევ, კარგად მოვძებნოთ. ამჯერად ნენთიანი ადვილისკენ არ წავა. იქ იმიტომ არ მივდივარ, რომ საღამოს წასვლაზე შევთანხმით, ხომ იცით? ჯერ ჩემი ფანრები მოვიდეს და მერე საღამოს ერთად წავიდეთ იქ. ის კაცი მაინც აქ მომასწავლა. ამ ხარეს აქვთ მათი ბუნაგებიო, აქ ცხოვრობენო, ესე მითხრა. შეგხვდება თუ არა, მეც მაინტერესებს. 100 მეფიქრება. ეს გოგო რატო არ მოვიდა, მეგობრებო? ნეტავ იმ ხარეს საფრთხე დაინახა. მოიცა, სკაი გაიქცა. სკაი ბაბა, ეს რა არის აქ? ბიდონი ყოფილა. მოდიო, ძმაო. ნახეთ, თქვენგან ერთი თხოვნა მაქვს. შემსვალ შეიძლება გამორჩეს, თქვენ კი შეამჩნიოთ. ვიდეოს ყურადღებით უყურეთ. ჩვენ ვერ დავინახავთ, თქვენ კი დაინახავთ. კომენტარებში დაწერეთ, ძმაო, მაინტერესებს, იქნება თუ არა რამე, რაც ჩვენს ფონს გამორჩება. ეხლა მოდით აქენა გავაგრძელოთ, ძმაო. აქ სწორედ ის ადგილია, სადაც ის ცხოველები იტრიალებენ, უფრო მოშორებულ ადგილებში, ხო? ეს რა არის? ნახე, მონადირი ჟილეტი, ხედავ? მონადირი ჟილეტი დევს აკეთებთ, ნახე? დალპა დანაწევრებულია. ნეტავ მონადირეც ხორ შეჭამეს ამათ. მონადირეს ხორ შეჭამეს, მონადირი ჟილეტი აგდია. მონადირე ნახე ამ ხარეს დაუჭერიათ. ესე იგი აქ რაღაცა შეხვდა, ძმაო. ესე იგი აქ რაღაც დაიჭირა ამ კაცმა, ნახე? აქ ზუსტად სოროსავითაა, მოდი ნახე. ჩვენს ხელში ნაჯახით ვეცდები თავი დავიცვათ. ეხლა აქედან 100, მოხვედი შვილო. სათხაგთ ხო 100? ჩემი ლომი ხარ, ანატოლიის ლომი გეძახი, მოდი. შვილო, ამას თუ ვინმე იპოვი, შენ იპოვი. სკაისთან ერთად დაიჭირე, მოდი აქედან პირდაპირ წავიდე, ძმაო. ნახე, აქ ზუსტად ის ადგილია. თუ ბელს აჩენს, თუ ბელი ყავს იმ ველუ ცხოველებს, ზუსტად აქ იმშობიარებენ და იმალებიან. ძალიან მიყურებულია. ნახე, იქ გზა გაუხსნია, ხედავ შუალეთს. ნახე, იმ ბუჩქებს შორის გზა გაუხსნია, იქიდან გზა გადის. იქიდან თუ ვინმე გაივლის, მხოლოდ ცხოველი გაივლის, ზუსტად როგორც ვამბობდი.
ასე თავისთვის დამალულ, მიყრუებულ ადგილს იპოვის. მოგესმის? იქ ბელს გააჩენს. იქ დიდი ალბათობით ბილიკია. ეხლა ძალიან ყურადღებით კვლავ ვეძებებ ძმაო. იქნება განავალი, ან არ ვიცი, ხის გატეხვა იქნება, წაქცევა იქნება. ნახე, სოკო გათელილია, მოდი. ნახე, აქედან გაულია. ნახე, აქ სოკო გათელილია, ხედავ? ნახე, ეს სოკო გათელილია, ამაზეც დაუდგამს ფეხი, ამასაც კუთხე მოუტეხია, აქედან გაუგრძელებია, ძმაო, მოდი ვნახოთ. აქედან გაუგრძელებია. მიწას ძალიან ყურადღებით უნდა უყუროთ. ნახე, ამ ადგილას ბევრი თავი არ არის, მაგრამ აი ვიპოვეთ. თავი კი არა, პირი ვიპოვეთ. ნახე, მოდი. ხედავ, კბილები ვიპოვეთ, ნახე? ეს რა არის? ამის კბილები პატარაა, ეს კი ძაღლივითაა, მეგობრებო, ნეტა ცხვარია. თქვენ ას ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ეს? ამის კბილები ძალიან პატარა მომეჩვენა, რა? მეორე საქმე გამომიჩნდა. უფრო სწორად, უკვე სამი საქმე გამომიჩნდა, რა? სოკოს შემდეგ. აქ რა არის? შემოbrundით, ნახეთ. ეს უკვე გზა, ნახოთ, ეს გზა სად წაგვიყვანს. სკაი გავარდა. ესენიც გავარდნენ, ძმაო, მოდი სწრაფად. აქ რო გავდივართ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყველგან ეკლებია ღმერთო, აი მეც მეჩხვრიტა. ეხლა ჩვენც რა ჭკუა გვაქვს? დღეში ატლეტკით მოდიან, მოდი. დღეში ესეთი გრძელი რაღაცით უნდა მოვიდეთ. არა უშავ, შემდეგ ჯერზე მომზადებული მოვა. ნახე, აქ ბილიკია. ეს სადღე მივიყვას. 100-ია უკვე წინ გაიქცა, ნახე, გზას შეხედე. ნახე, აქედან 100% ცხოველი გასულა, ხედავ? ნახე, 100% ცხოველი გასულა, ძმაო. 100-ია, ნახე, დაიძაბა ირბინე. დღეს თუ ვინმე იპოვის ჩვენთვის 100-ია იპოვის. სკაის საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ 100-ია გაიქცა, ნახე, 100-ია ბუჩქებში შევიდა. 100-ია იპოვე ის გოგო. ნახეთ, აქ ყველაფერი გათელილია, ხედავთ? მაგრამ 100-ია, ნახე, 100-ია მსუნი აიღო. 100-ია მსუნი აიღო. მე ღამით 100-იას მოვიყვან, იცოდეთ. 100-ია ნამდვილი მონადირესავითაა, ხედავთ? აქ შევიდეთ. 100-ია ბუჩქებში შევიდა, ჩვენ როგორ შევალთ იქ? მართლა 100-ია მიდის. 100-ია იპოვე ის გოგო, იპოვე ის ჩვენთვის. აქ შეიძლება ღორი იყოს. აქ ძალიან გათელილია. მოდი დაუბრუნდეთ, იქენა ვერ შევალთ, მეგობრებო. მართლა 100-ია ნამდვილი სამსახურეობრივი ძაღლია. სინამდვილეში 100-იას ესკობარისთვის ვამზადებდით. სკაის არ აინტერესებს. მელია თუ ტურაა თუ მგელია, კაცი მოსულა და თხასავით ძოვს აქ. საიდან წავიდეთ? აქ ჩვენთვის პრობლემა. მოდი ისევ იქიდან დაუბრუნდეთ, საიდანაც მოვედით, ზევით ავიდეთ, ძმაო. ძალიან ბევრი ბუჩქია. ამ დასასმით აქ შესვლა შეუძლებელია. ახლა საიდან წავიდეთ, აქ ძალიან ბევრი ბუჩქია, მეგობრებო, გონი ცოტა ზემოთაც წავიდეთ. ვაუ, რა დიდი სოკოა ეს. გადაიგე ის სოკო. უზარმაზარია. საკმაოდ დიდია. 100-ია შვილო, მოდი. სკაი მამიკო, მოდი, სკაი ნუ რჩები იქ, სკაი მოდი. მოდი ბიჭო. ერთი რამე გითხრათ. სკაი არ არის, მოვიდა. ძმაო, ეს 100-ია. ეს ამ დავალებისთვისაა შექმნილი, გეფიცები. აქ ცხოველი სუს იგებს. გონია რომ რაღაცას იპოვის. ეს ადგილი, სადაც მოვედით, ძალიან ბუჩქიანია. სუსტად ისეთი, სადაც ისევით არ ჩებოდნენ. ადამიანი ვერ ხვდება საიდან წავიდეს, ძმაო. ყველაზე კარგი იქნება რომ ქვემოთ წავიდეთ, იქ სადაც თავიდეთ, იქ სადაც თავიდან იყო, იქიდან გავაგრძელოთ. აქ ჩვენთვის ცოტა რთულია. შესვლა და სიარული ძნელია, ამიტომ. მეგობრებო, ჩვენი მეორე ნაკვალევიც ვიპოვეთ. ნახე, აქ განავალი ვიპოვე, ხედავ? ნახე, პატარა განავალია. ეს დიდი ალბათობით შაკალისაა. ან შაკალის, ან მელიის ერთ-ერთია, ნახე. აქ გააკეთა ამ მიმართულებით წასულა, ესე იგი სადღაც აქ რაღაცა შეჭამა, მუცელი გაისაძღო, ხო მიხვდი? ნეტავ რა შეიძლება იჭამა. რა თქმა უნდა, ისინი აქ ნადირობენ, მაგრამ ნეტავ რას ნადირობენ? ნახოთ კიდევ რა შეგხვდება. ნახე, აქ კიდევ ერთი ძვლის ნაჭერია. რაღაცა დაუნაწევრებიათ და უჭამიათ, ხედავ? რაღაცა დაუნაწევრებიათ და უჭამიათ. ჩვენ ჟობს ცოტა წინ წავიდეთ. იმიტომ რომ ის მხარე ჩვენთვის ძალიან რთულია,
სიარული ძალიან ძნელია. ძმაო, მოდი აქედან გავაგზელოთ. 100-ია, მოდი შვილო, მოდი ლამაზო. მოდი. ისინი ალბათ საჭმენს იმ ადგილას ჭამდნენ, სადაც ჩვენ წინა ჯერზე ვიყავით. აქეთ ხარეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯვრის ნარჩენი არ არის. წინა ადგილას ძალიან ბევრი იყო. ეხა თვალით არაფერი ჩანს, ვცდილობ დავაკვირდე იქნებ რამე გამომრჩა, მაგრამ ვერაფერს ხედავ, ძმაო. მოდით ნახეთ. ალბათ იმიტომ რომ აქ გზა ახლოსაა. წინა ჯერზე ტყის სიღრმეში შევედით, ახლა ზემოდან ავალთ, მეგობრებო. მოდით იქიდანაც გავაგზავნოთ. იქ ძალიან ბევრი ბუჩქია და ყველგან კვაწღავს, ხო გესმის? 100-ია, მოდი აქ. მართლა ძალიან ლამაზია აქ, ნახე? მართლა ძალიან ლამაზია, ძმაო. ეხლა საიდან წავიდეთ? მოდი ზემოდან ავიდეთ, ნახოთ. მოდი სკაიბაბა ირბინე, მოძებნე ის ჩემთვის შვილო. მიდი ჩემო ბიჭო, მიდი ჩემო ლომო. მოძებნე ის ჩემთვის ხოჩახ, ჩემო შვილო. მოდი ჩემო ლომებო, მოდი. ესენი ანატოლიის ლომები არიან? თუ მგელს შუაში მოაქცევენ, მე ნახე რა სანახაობა იქნება. გლები გუნდად დადიან? ესეთი პრობლემა გვაქვს. ძმაო, ხმა იყო, ხმა გავიგონე, მაგავიგონე. საიდან მოვიდა ის? ღმერთმა ქნას ზაღლი არ შეხვდეს. თუ ზაღლი შეხვდა, ზლი შეხვდა, ეგეც პრობლემა. მეგობრებო, ცოტა ხნის წინ წყემსი მოვიდა. ნახევარი საათია ველოდები რომ წავიდეს. როგორც იცით, სკაიბაბა ჩვენთანაა. ის უფრო ხშირად ცხრებს ესხმის თავს. ამიტომ ცოტა დავიცადეთ, წყემსი ქვემოთ იყო გზის მხარეს. ვიფიქრე ესენი რომ არ გაიქცნენ და კაც პრობლემები არ შეუქმნან მეთქი. წყემს რო ავრიდებოდი და სკაიბაბა არ დასხოდა თავს, 15 წუთი მაღლა ავრბოდით. წარმოიდგინეთ ეხლა. აქ კიდევ ერთი თავის კალა ვიპოვე და ვიფიქრე რომ თქვენთვის ვიდეო ჩამეწერა. ნახეთ, კიდევ ერთი თავის კალა ვიპოვეთ, მეგობრებო. ეს იგივე რაც წინა თავები ვიპოვეთ. დიდი ალბათობით ეს ცხვარს გავს, არა? ცხვარი იყო ეს. არ შეგვიმოწმებია, მაგრამ ესე ცხვარს გავს. მოდი ცოტა აკაურობა დავათვალიეროთ. აქამდე აქ არასდროს მოსულ ვარ. სხვათა შორის საკმაოდ მაღლა ავირბინეთ. მართლა შორს წავედით. 100-ია სადღაც დაკარგულია, არ ვიცი სად არის. სკაის აქეთ გადმოყვანას ვცდილობ. ცხემს რო არ გადავეყაროთ, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, თუ მის ცხრებს დაესხმება თავს, პრობლემები შეგვექმნება. არ მჭირდება ეს ძმაო. 100-ია, მოხვედი შვილო. მოდი ჩემო ლომო, მოდი, თაბა ბიჭებ. მაშალა ჩემო ლომებო. ალბათ ხის ბოლოსკენ მივედით, ხო? აქედან დაუბრუნდეთ, ძმაო, აქედან დაუბრუნდეთ, მეგობრებო. მოდი აქ რაღაცა გასულა, ნახე კვალები გადაიღე. ბილიგზე ბალახის გადახრის კვალს ხედავთ? პატარა ცხოველი იქედან გასულა. დიდი ალბათობით ჩვენ სულ ზემოთ ავედით. და ეხლა იმ მიმართულებით ვართ, სადაც ისინი არიან. თუ შეგხვდებიან, აქ შეგხვდებიან. თუ არ გამოვიდა, მოდით ამ გზის გასწვრივ მეორე მხარეს წავიდეთ. ცხემსის მოსვლან ძალიან გამიჭირო საქმე. ნახევარი საათია ველოდები რომ წავიდეს, მეგობრებო, გეფიცებით. რომელ მხარეს წავიდეთ? აჰა. მოდით ესე მარჯვი წავიდეთ, მოდით ნახოთ. 100-ია ცოტა ხნის წინ რაღაც იპოვა, უცებ გაიქცა. სკაის ვიჭერდი და ამიტომ უკან არ გავკევი, საბელიც ამ მქონდა თან. აი ესეთი პრობლემა შეგვექმნა. მოდი გზით წავიდეთ, მოიცადე. მოდი ახალგაზრდებო, მოდი სკაი ბიჭო. აქ კიდევ ერთ კვალს გადავაცდით, ძმაო. ეხლა საიდან წავიდეთ? არ ვიცი, თქვენ გესმით ზარის ხმა თუ არა, მაგრამ ცხემსი წინ არის. მელიას ტურის და მგლის ზევნისას ამჯერად ჩვენი ბიჭები მონადირეები იქნებიან და ცხვარში შეიჭრებიან. ის რისკი საერთოდ არ უნდა ავიღოთ. ამიტომ ცოტა დაძაბული ვარ. მოდი ნელ-ნელა ქვემოთ ჩავიდე, ძმაო. მოდი 100-ია, მოდი გოგო, მაშალა ჩემს გოგოს. ამჯერად ორი თავი ვიპოვეთ, ნახოთ, კიდე რამეს თუ ვიპოვეთ, მაინტერესებს. ეს რა არის, იქა ძულია. ქვემოდან ჩიტების ხმები ისმის. აი აქ კიდევ ერთი ძვალი არის, ნახე, ეს საკმაოდ ძველია, მაგრამ გატეტეხილია. ეს საკმაოდ ძველია, არც ისე დიდი რამეა. საშუალო ზომის ცხოველს გავს.
სკაი გაიქცა, სკაი, მოდი აქ. ძმაო, ორივე ჩიტებისკენ გაიქცა. სკაი, მოდი. სკაი. სკაი, წავიდა მეგობრებო. გაიქეცი, ნახე. ეს რა არის? სოკო. სკაი, მოდი შვილო. მოდი რამე დაიჭილეს ესებმა. არ ჩანს ძმაო, არც ერთი. გელს შეგვაჭმევენ ეს არამზადები. სკაი, ასია, მოდი. მოდი შვილო, მოდი შვილო, მოდი შვილო. სად გაიქცა? უფრო შორს წასულან. მოდი. მოიცა რაღაცი სუნინცემს, ა? კუდარის სუნივით რაღაცაა, მეგობრებო, როგორც ჩანს დაბლა ჩამოსულ ვართ. ცოტა ხნის წინ აქვე გამოუშვა ცხვარი კაცმა, მაგას ველოდებოდი ამიტომ. მოდი, ეს რა არის? არაფერი, ძვალს მივამსგავსე, მაგრამ არ აღმოჩნდა. მოხედე რაღაცი სუნინცემს. ასია, მოდი აქ. ის რა არის? ასიასთან იქ. ქვა. ბუჩქებში ქვა ალბათ. ცუდი სუნი მოდის, თითქოს ლეში სუნია. მოდი აქედანაც გავიაროთ, ნახოთ. ნახე სკაი სუნს იღებს. სკაი ჩვეულებრივ ცხვის არხის, ეხლა კი ხრის. სკაი, რამე იპოვე შვილო, ა? სკაი ცხვის არ ხრიდა, ეხლა კი ხრის. საიდან წავიდეთ? მოდი აქედან წავიდეთ. აქედან გადასვლა არ შეიძლება. დაიცა და იქ უკან ღია. აქედანაც სინამდვილეში გადასასვლელია, ეს ადგილი ძალიან საშიშად გამოიყურება. აქედან წავიდეთ. ჰა? რას ამბობთ? საერთოდ ნუ შევალთ იქ, მოდი აქეთ. მოდი აქ რაღაც პრობლემური ჩანს. აქედან თუ გადავიდეთ, აქედანაც ვერ გადავდივართ, იქიდან ხო არ გადავიდეთ. აქედან უკან გასასვლელი ვერ ვიპოვე, ჯანდაბა. მოდი ნახე, აქ ღია, აქედან გავაგრძელოთ. მოდი. აქედან გზა არის? არა, ეხა ბუჩქებში ასე კვალს ვეძებ, გესმით? მიწას, მარჯვნივ, მარცხნივ ხეებს, ყველაფერს ვაკვირდები. აი მაგალითად მოდი. აი აქ მაგალითად კვალია, ხედავ? დააბიჯეს, ნახე? ფოთოლი გადაცურებული, ან ადამიანი გავიდა, ან ცხოველი. ამ კვალებს მიუყვები, ძმაო. წინო გამოგვიჩნდეს, ვერაფერს ვიტყვი, აჰა? ეს რა, ბიჭო? ძმაო, ეს რა არის ესეთი? შვილო, ეს პირდაპირ უცხო პლანეტელია თუ რა, არ ვიცი, ეს რა არის? ძმაო, ცხოველი შეუჭამიათ, ხო ხედავთ? ერთი წუთით მოიცადე, ნახო, სკაი, მოდი. სკაი, ასია, მოდი. სკაი, მოდი, შვილო. მოდი, შვილო, მოდი, ილო, მოდი. ეს რა არის, ძმაო, ესეთი? თან ახალია, მოდი ნახე ეს. ნახე, ეხლა ხარ ლეპობა დაუწყია. ეს ისია თითქოს ცხოველი დაახშვეს და შეჭამეს, ძმაო. ნახე, სულ ახალია. სუნი აქვს, სუნი მომივიდა. სკაი, არ დაწვეზეთ, ბიჭო. ეს რა არის, მეგობრებო, თქვენ როგორ ფიქრობთ? აშკარად ცხოველი შეჭამეს, ძმაო. ნახე, რამდენი საათია, უბრალოდ 2 დღეა დღეში დავდივართ და პირველად ვხედავ ასეთ რამეს. ჩვეულებრივ ან თავს პოულობდით, ან დანაწევრებულ ცხეულს პოულობდით. ნახე, ეს პატარა ცხოველია. პატარა ცხოველელე, ვერ გავიგე რა არის, აუციო და ვნახო. ნახე ამას. ბისმილლაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმ. ვიფიქრებდი, ნეტავ ეს ტურა ხო არ არის მეთქი, მაგრამ ჩვენი მეორე ნაპოვნი თავი სად არის? ერთი წუთით მოდი შევადაროთ, მეგობრებო, ვნახოთ გავს თუ არა. არა, ძმაო, არა. ეს საკმაოდ პატარაა, შეხედე ამას. იმასთან შედარებით ეს ბევრად პატარა არა. ჰა? მაგრამ ეს არც ხვარია, კმილებიდან ჩანს. ან ძაღლია, ან მელა. ტურა, მგელი რო თქვა. მელას თავი გავს, პატარაა ეს.
ამას სხვრის თავი უწოდეთ, მაგრამ არა, სხვართან კავშირი არ აქვს. თქვი კბილებიც განსხვავებულია. ამას კბილებს შეხედე. ეს დიდი ალბათობით ძაღლია, მეგობრებო. ან ძაღლია, ან მგელი. ერთ-ერთი მათგანია. მგელი რო იყოს ეს ეშვები ძალიან გრძელი იქნებოდა, ხო ასეა? მე მგონია რომ ეს ძაღლია. ძაღლივით მეჩვენება, თქვენ რას ფიქრობთ? ხო, ნახეთ, 100-ია ეხლა კნოსავს მას. მე მგონია რომ ეს ძაღლია, მეგობრებო. დიდი ალბათობით სოფლიდან ძაღლი დაახჩვეს და შეჭამეს, ხო გესმით? დიდი ალბათობით. ან დაანაწევრეს, მოკვდა, აკლპებოდა, არ ვიცი რა მოხდა. ნახეთ, ფეხზე კიდე მჭია დადის, აქედან მიხვდებით რომ ახალია, ნახეთ, დაინახეთ. ცხოველი დაახჩვეს და შეჭამეს, ან თვითონ ვლპებოდა, არ ვიცი. ორი ვარიანტია, მე მგონია რომ ძაღლია. თქვენი ვარაუდებით მაინტერესებს, კომენტარებში დაწერეთ, არებში დაწერეთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის, მეგობრებო? ვაი. მართლა ვერ გავიგე რა იყო, მაგრამ ასე მომეჩვენა კბილებიდან და ასე შემდეგ. აი მე ხო გითხარი ძმაო, აქ ცოტა ძაღლით მოვედით, ეს მელიისა და შაკალის საქმე არა, მგლის საქმეა. გითხრათ რამე? ეხლა მბლები ხროვად დადიან 7-8 ცალი. წინ ერთ პასიუს უშვებენ, ის მიდის და ნადირს ატყუებს, თავის უკან გაიყოლიებს, დანარჩენები კი მას ესხმიან თავს. აქ უფრო ბევრი უნდა მოვიდეთ. ნახეთ, თუ ღამით მოვალთ, შედვის ძალიან საშიში იქნება. ღამით პრობლემა იქნება. ესეთი ძლიერი ძაღლები უნდა შევაგროვო, რომლებიც ერთმანეთს უგებენ. გაიგეთ? ასე უნდა მოვიდეთ. იმიტომ რომ თუ ღამით შუაში მოგოქცევენ, მერე პრობლემა, ჩვენი ძაღლები ვერ გაიგებენ. ეხლა ერთი რომელიმე მგელს გაეკიდება, დანარჩენი მგლები კი ჩვენ დაგვესხმებიან ამჯერად. აი ესეთი სიტუაციაც არის. სინამდვილეში იცით რა გავაკეთოთ? ნახე ეხლა რა მომაფიქრდა. აჰა, ნახე, აქედა გზა წასულა, გადაიხე. ნახე, აქედა ზევით წასულან, ძმაო. ყვალი ამას აჩვენებს, ნახე, აქ მოღუნულია, ხედავ? აქედა ზევით წასულან. დიდი ალბათობით სადღაც ამ მხარეს არიან. სადღაც ამ მხარეს არიან, ძმაო, ეს არიან, ძმაო. წავიდეთ ნელა თუ? ხო, მოდი აქედან შორიდან შევხედოთ, შევამოწმოთ, დარწმუნებული არ ვარ. ეხლა ნახე, ხედავ ბალახების გადახრას. აი ეს გადახარეს და აქედან გააგრძელეს. ხო, ზუსტად ცხოველი სავალი ბილიკია, ნახე ქვემოდან გაუვლიათ. ეს ადგილი ადამიანის გასავლელი არ არის. აქედან ცხოველი გასულა. დიდი ალბათობით ეს ხროვამ შეჭამა. გააგე? აქ ზემოთ მათი სოროებია, ისე მგონი, აქედან გააგრძელეს გზა. ეხლა რაც ხედავთ ნაკვალებში, ამას აჩვენებს. ძმაო, ღმერთს გეფიცები. ნახე, სხვები ძალიან ძველი იყო, მაგრამ ერთი სოლიჩლიქი ვიპოვეთ, ხო გახსოვს? ისინი ახალი იყო, გითხარით, ეხლა ხან უჭამიათ მეთქი. ეხლა ესეც ვიპოვეთ, ხო ნახეთ? ალბათ ის რომელიც ძველი ვიპოვეთ, დააკუცმაცეს და გაავრცელეს, ხო მიხვდი? ხროვა ერთად ვერ ჭამს, ვინც ხორცს დაიჭეს, ის წაიღებს. ალბათ გაავრცელეს. ეხლა ჩემი შემდეგი მიზანი აქ არის. საიდანაც ეს ვიპოვეთ, ზუსტად მათი მიმართულებაა, ამას აჩვენებს. სკაი, რას აკეთებ შვილო, ნუ აკეთებ ასე. ეხლა ამის გაკეთების მიზანი ისაა, რომ ეს ადგილი თავისად მიიჩნიოს და სუნი დატოვოს, მეგობრებო, ამიტომ. ძაღლებს ესეთი უცნაური ჩვევა აქვთ. უყვართ ჭუჭხში წოლა, ასე იქცევიან. ჩვენი შემდეგი მიზანი აქ იქნება. აქედა ბორცს უყურებ და მაინტერესებს, შემდეგ ჯერზე უფრო მომზადებული მოვალ. თბილაკ ჩავიცვა, მთლიანად ხისთვის შესაფერისად უნდა ჩავიცვა, რომ ბუჩქებში არ დავიკაწრო და თავი დავიცვა. გაიგეთ? ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ძაღლს წამოვიყვან და ასე მოვალ. ძმაო, აქ ყველაფერი ამას აჩვენებს. აქ უჭამია, აქედან წასულან. ნახე ხა, ზედმეტად ნუ გაურისკავთ. კარგი მეგობრებო. სკაი, რას აკეთებ შვილო? ან თუდას ფიქრობ, რომ თუ აქ ველური ცხოველი იქნებოდა, ალბათ სულ იგზნობდნენ და გახვებოდნენ. რა ვიდეოებსაც უყურებთ, რა დოკუმენტურებსაც ხედავთ, ცხემსის ძაღლები ვერც კი ამჩნევენ. მგლები ძალიან ფარულად, ჩუმად მიუახლოვდებიან ცხვარს. ამიტომაც ეხლა ზუსტ გარანტიას ვერ ვაძლევ, მეგობრებო. როგორც ვითხარით, ამ ვიდეოს კარგად-მარგად მოიწონეთ, შემდეგ ჯერზე მოემზადებით და აქ მოვალთ. ფანრებიაც წამოვიღოთ. ღამის დროს იმ ბოლო ნანახ ლენტებიან ადგილას წავალთ. იცოდეთ, ამ ვიდეოზე თქვენგან კარგ მოწონებას ველოდები, მეგობრებო. ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. თავს ძალიან გაუფრთხილდით. ნახვამდის, მშვიდობაში იყავით, მეგობრებო.